Teleradio კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. წმინდანთა ცხოვრება. წმინდა მათე მოციქული და მახარებელი. პირველი საუკუნე. რომის იმპერიის ბატონობის ქვეშ მყოფი გალილეა და მისი ხმაურიანი ქალაქი კაპერნაუმი. სწორედ აქ ცხოვრობდა კაცი, სახელად მათე ალფესის ძე. იგი პროფესიით მეზვერე, ანუ გადასახადების ამკრეფი იყო და საკმაოდ შეძლებული. თუმცა საზოგადოებისგან გარიყული ცხოვრებით ცხოვრობდა. იმდროინდელ იუდეაში თანამემამულეებს სწაგდათ მეზვერეები, რადგან მათ დამპყრობელი რომაელების სამსახურში მდგომ ხალხის ჩაგვრელ ადამიანებად მიიჩნევდნენ. თუმცა მიუხედავად მისი ცოდილობისა და საყოველთაო სიძულვილისა, მათე თავისი შინაგანი ბუნებით ბევრად აღემატებოდა გარეგნული მოჩვენებითი კეთილმსახურებით მოამაყე ფარისევლებს. და ის სწორედ ამ ყველასგან მოძაგებულ და ცოდვილად შერაცხულ მეზვერეზე შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა უფალმა იესო ქრისტემ. ერთხელ როცა მაცხოვარი კაპერნაუმში იმყოფებოდა და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსკენ მიდიოდა, საზვერესთან ჯდომ მათეს მიუახლოვდა. იესომ შეხედა მას და უთხრა მხოლოდ ორი სიტყვა: შემომიდექ მე. მათე მესიტყვები არა მხოლოდ ხორციელი, არამედ გულისხმიერი ყურითაც ისმინა. მას არ დაუწყია იმის განსჯა, თუ რატომ მოუწოდებდა დიდი მოძღვარი და სასწაულ მოქმედი, სწორედ მას საზოგადოებისგან მოძულებულ კაცს. იგი უმალვე წამოდგა, მიატოვა თავისი შემოსავლიანი საქმე და უსიტყვოდ გაჰყვა მაცხოვარს. უდიდესი სიხარულით აღსილმა მათემ გადაწყვიტა, საკადრისად გამასპინძლებოდა უფალს და იესო ქრისტე საკუთარ სახლში მიიწვია, სადაც მრავალ ცოდვილსა და სხვა მეზვერესთან ერთად ტრაპეზობდა. ამის დანახვაზე იქ მყოფმა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ტრწმინვა დაიწყეს და მოწაფეებს საყვედურობდნენ. რატომ ჭამს თქვენი მოძღვარი მეზვერეებთან და ცოდვილებთან ერთად? უფალმა კი ეს რომ მოისმინა უპასუხა მათ: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ ცნეულთა, ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ. რა იარს წყალობა იმნებავს და არა მსხვერპლი, რამე თუ არა მოვეთ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად. ამ სიტყვებმა საბოლოოდ შეცვალა მათეს ცხოვრება. მან უარყო მთელი თავისი ქონება სამკვიდრებელი და უკვე აღარასოდეს განშორებია ქრისტეს. იგი შეირაცხა უფლის 12 გამორჩეულ მოციქულს შორის. უსმენდა მის სწავლებას, საკუთარი თვალით ხედავდა მის მიერ აღსრულებულ ურიცხვის სასწაულს და მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნების, მისი გამომსყიდველი სიკვდილის, ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა. სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ სხვა მოციქულებთან ერთად მათე თავიდან პალესტინაში, იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა. მაგრამ დადგა ჟამი, როცა მოციქულები მთელ ქვეყნიერებაზე უნდა გაფანტულიყვნენ. იერუსალიმის დატოვებამდე იქაურმა მორწმუნეებმა მათეს თხოვეს. წერილობით დაეტოვებინა მათთვის უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა მისი არ ყოფნისას ხშირად წაეკითხათ. სხვა მოციქულებით დაეთანხმნენ ამ საქმეს. ასე შეიქმნა ახალი აღთმის წიგნებიდან ყველაზე ადრე დაწერილი საღვთო წიგნი მათეს სახარება, რომელიც უფლის ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ დაახლოებით 41 წელს დაიწერა. იგი არამეულ, ანუ ასირიულ ქალდეურ დიალექტზე დაიწერა, რომელიც მაშინდელი პალესტინის საერთო სახალხო ენა იყო და უპირველესად ქრისტიანობაზე მოქცეული იუდეველებისთვის იყო განკუთვნილი. სწორედ ამიტომ მათეს სახარება წყება იესო ქრისტეს გენეალოგიით, რათა ეჩვენებინა, რომ იგი ჭეშმარიტი მესიაა, დავითისა და აბრაამის შთამომავალი, ვისაც წინასწარმეტყველებდნენ მამამთავრები. იმის გამო, რომ მათე განსაკუთრებულ ყურადღებას ქრისტეს ხორციელ ქმნასა და განკაცებაზე ამახვილებს, წმინდა მოციქულის ხატებზე მასთან ერთად ხშირად ანგელოზის მაგვარი ადამიანია გამოსახული, როგორც მისი სახარების სიმბოლო. იერუსალიმიდან წასულმა მოციქულმა მრავალი ქვეყანა მოიარა სახარების ქადაგებით: მაკედონია, სირია, სპარსეთი, პართია და მიდია. წილისყრით მას ეთიოპიის განათლებაც ერგო. ეთიოპიაში იგი მივიდა ქალაქ მირმენში, სადაც კაცი ჭამიობით ცნობილი ველურიზმისა და რწმენის მქონე შავკანიანი ხალხი ცხოვრობდა, რომლებიც თავიანთი ქცევით გარეულ მხეცებს უფრო გავდნენ. მან აქ რამდენიმე ადამიანი მოაქცია, მცირე ეკლესია დააარსა და ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი პლატონი დაადგინა,
თავად კი მახლობელ მთაზე განმარტოვდა მკაცრი მარხვისა და ლოცვისთვის. აქ მას თავად უფალი გამოეცხადა მშვენიერი ჭაბუკის სახით. ხელში კვერთხი გადასცა და უბრძანა ეკლესიის კარიბჭესთან მისი აღმართვა. უფალმა უთხრა: ეს კვერთხი ჩემი საღვთო ძალით დიდხედ გაიზრდება, უხვად გამოიღებს ტკბილ ნაყოფს, ხოლო მის ძირას აღმოცენებულ წყაროში განბანვის შემდეგ ეს კაცჭამიები პირისახის სიმშვენიერეს შეიძენენ და მხეცურს ნეს დაივიწყებენ. თიდან მომავალმა მოციქულმა გზად ქალაქის მთავრის ფუბლიანეს ეშმაკეული ცოლი და ვაჟი განკურნა, ხოლო როდესაც მათემ კვერთხი ეკლესიასთან აღმართა, სასწაული მყისიერად აღესრულა. აღმოცენდა უზარმაზარი, ფართოდ ტოტებ გაშლილი ხე, რომელიც ტკბილი ნაყოფით დაიხუნძლა, ხოლო მისი ძირიდან ანკარო წყარო გადმოედინა. სასწაულის სანახავად მთელი ქალაქი შეიყარა. ხალხი ჭამდა ნაყოფს, სვამდა წყალს და ისმენდა მოციქულის გადაგებას. იმ დღეს ყველა მირწმუნა იესო ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად. ნათლობისას სასწაული მოხდა, მათი შავი კანი თეთრად შეიცვალა და კაციჭამიებმა სულიერ სიმშვენიერესთან ერთად საოცარი ფიზიკური სისპეტაკეც შეიძინეს. ოჯახის წევრთა განკურნებამ ქალაქის მთავარი ფუბლიანე თავიდან კი გაახარა, მაგრამ ეშმაკის მზაკრული შთაგონებით მალე რისხვით აღივსო, რადგან ხედავდა, რომ ხალხი მის კერპებს აქცევდა ზურგს. მან მოციქულის შეპყრობა და მოკლა გადაწყვიტა. თუმცა უფალი იფარავდა თავის რჩეულს. მეორე დილით ეკლესიაში გაგზავნილი 4 შეიარაღებული მხედარი უეცრად წვდიადმა მოიცვა და შეძრწუნებულები უკან გაბრუნდნენ. ფუბლიანემ მეტი მეომარი გაგზავნა ბრძანებით, რომ წინააღმდეგობის გამწევი ადგილზევე მოეკლათ. მაგრამ მათ ტაძართან მიახლოებისთანავე დამაბრმავებელმა ზეციურმა ნათელმა დაჰკრა და შიშისგან იარაღ დაყრილები გაიქცნენ. გამძვირვალებული ფუბლიანე თავად მივიდა ტაძართან, მაგრამ მოციქულთან მიახლოებისას დაბრმავდა. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მათემ მას ჯვრის გარდასახვით თვალისჩინი დაუბრუნა, თავრის გული კვლავ დაბრმავებული დარჩა. მან ეს საღვთო სასწაული ჯადოქრობას მიაწერა და საკრულად მოიყვანა მოციქული თავის სასახლეში, რათა ცოცხლად დაეწვა. ფუბლიანეს ბრძანებით წმინდა მათე მიწაზე გულაღმა დააგდეს, ხელფეხი ძელზე მიამსჭვალეს, ზედ დიდძალი ფიჩხი, ფისი და გოგირდი დააყარეს და ცეცხლი წაუკიდეს. ყველას ეგონა, რომ მოციქული დაიწვა, მაგრამ კოცონი უეცრად ჩაქრა და წმინდანი უვნებელი გამოჩნდა. განრისხებულმა მთავარმა მეტი შეშის მოტანა ბრძანა და თავისი 12 ოქროს კერპიც კი მიატანინა კოცონთან, რათა მათეს მოგვობა დაემარცხებინა. მაგრამ საოცრება მოხდა. წმინდანი ცეცხლის ალშიც ლოცულობდა, ცეცხლის ალი კი საშინელი გრიალით ეკვეთა ოქროს კერპებს. ცვილივით გაადნო ისინი და გველის სახით თავად ფუბლიანესკენ გაქანდა. შეშინებული და უღონოდ დამხობილი მთავარი წმინდანს შეევედრა გადარჩენას. მათემ შერისხა ცეცხლი და გადაარჩინა მტარვალი, რის შემდეგაც ლოცვა აღავლინა და მშვიდად მიაბარა სული უფალს და ახლოებით 60 წელს. თუმცა ფუბლიანემ სრულყოფილად მაინც არ ირწმუნა ღმერთი. მან მოციქულის პატიოსანი სხეული კალით დაფარულ რკინის კიდობანში ჩაასვენა და ზღვაში გადააგდო სიტყვებით. თუ ცეცხლმა ვერ დაწვა და ახლა ზღვამაც ვერ ჩაძირა, მაშინ ნამდვილად ვირწმუნებ, რომ მისი ღმერთი ჭეშმარიტია. მეორე ღამეს წმინდა მათეს ჩვენებით ეპისკოპოსმა პლატონმა კიდობანის ზღვის ნაპირზე ხმელეთზე გამურიყული იპოვა. ამის მნახველმა ფუბლიანემ საბოლოოდ და სავსებით ირწმუნა იესო ქრისტე. იგი თვალწრემლიანი ემთხვია კიდობანს, საჯაროდ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და შენდობა ითხოვა. ნათლობისას ზეციური ხმის მითითებით ყოფილ მტარვალს ფუბლიანეს თავად მოციქულის სახელი მათე ეწოდა. ახალმა მათემ სრულად უარყო მიწიერი ძალაუფლება, თავისი სამთავრო ხელისუფლებას სხვას გადააბარა და ხუცესად ეკურთხა. ხოლო 3 წლის შემდეგ პლატონის გარდაცვალებისას მოციქულისვე კურთხევით ეპისკოპოსის ტახტი დაიკავა. მან კეთილად იღვაწა, უამრავი ადამიანი გამოიყვანა კერპთა ყმანისმცემლობის სიბნელიდან და ჭეშმარიტ ღმერთთან მიიყვანა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულისა და მახარებლის მათეს ხსენების დღეს 29 ნოემბერს აღნიშნავს. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი და იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი. სცენარების ავტორები ნოდარ მელიქიძე და მირზა ცხოიძე. მონტაჟის და ხმის რეჟისორი ნოდარ მელიქიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.